გამარჯობა მეგობრებო, მე ნანა ვარ, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და ამ ვიდეოში გელაპარაკებით ტოპ 5 შეცდომაზე, რომელსაც დამწყები თუ გამოცდილ პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტები ხშირად უშვებენ ხოლმე. მაშასე პირველი შეცდომა ეს არის არასწორად შერჩეული ფორმა და ფერი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა. როგორ ავიცილოთ თავიდან? პროცედურის დაწყებამდე სწორად შეაფასეთ პაციენტის სახე და აუცილებლად დახატეთ ესკიზი. პროცედურის დაწყებამდე ჩატარეთ კლიენტის სახის საფუძვლიანი ანალიზი. დახაზეთ წარბების ფორმა სახაზავით. გამოიყენეთ ფანქარი, გამოიყენეთ კრემპასტა. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ესკიზით დახატოთ და შემდეგ დახაზული ესკიზი აუცილებლად გადაამოწმოთ სპეციალური აპლიკაციის ან ტელეფონის კამერის დახმარებით. უბრალოდ გადავუღეთ ფოტო და შეამოწმეთ იქამდე, ვიდრე დაიწყებთ მუშაობას. თუ აპლიკაციას გამოიყენებთ, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტად ნახოთ, რამდენად სიმეტრიულად გაქვთ დახაზული, თუმცა უკეთესი. მეორე შეცდომა ეს არის არასწორად შერჩეული პიგმენტი. არასწორი ფერის შერჩევამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგი შეხვერწების შემდეგ. მაგალითად, ცივ სახეზე და კანზე თბილი ჩრდილები ან პირიქით. როგორ ავიცილოთ თავიდან? შეაფასეთ პაციენტის კანის ფერი, მელანინის ტიპი, გაიგეთ თბილი მელანინი აქვს თუ ცივი მელანინი და ამის შემდეგ გამოიყენეთ უკვე საღებავი. ცივ მელანინის შემთხვევაში ვიყენებთ თბილ პიგმენტს და თბილი მელანინიანი კანის შემთხვევაში ვიყენებთ ცივ პიგმენტს, რომ შეხვერწების შემდეგ მივიღოთ ნეიტრალური თქვენთვის სასურველი ფერი. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ პაციენტის თმისა და კანის ფერის გათვალისწინება საღებავის შერჩევის დროს. მეოთხე შეცდომა ეს არის არასაკმარისი ყურადღება კლიენტის კანის მახასიათებლებზე. თითოეული კანი უნიკალურია და პროფესიონალმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის კანის ტიპი, მშრალი, ცხიმიანი, ფორებიანი, კომბინირებული, ასაკოვანი კანი, ნაწიბურიანი კანი. ცხიმიან კანზე პიგმენტი უფრო სწრაფად გაქრება, ხოლო თხელ კანზე და მშრალ კანზე მაღალი არის რისკი ნაწიბურების წარმოქმნის. მეხუთე შეცდომა ეს არის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება კლიენტისთვის პროცედურის შემდგომ მოვლის თაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე მას შემდეგ, რაც დავასრულებთ პროცედურას, როგორ მოვლიან და რამდენად შესრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანი არის ჰიგიენის ნორმების დაცვაც, ინფექციების თავიდან ასარიდებლად და სხვადასხვა მანიპულაციებზე მორიდება. უნდა მივცეთ რეკომენდაცია, თუ რომელი პროდუქტების გამოყენება შეუძლიათ პაციენტებს პროცედურის შემდგომ უახლოეს დღეებში და თუ როგორ უნდა მოუარო. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არ დადგეს ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ველოდით და თავადაც ელიან ხოლმე. ამიტომ სწორედ მიეწოდეთ ამაზეც ინფორმაცია. ამ ვიდეოში სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა, იმედია მოგეწონათ, თუ მოგეწონათ, დამიკომენტარეთ ვიდეო და მე ვეცდები, რომ რა თქმა უნდა, თუ მექნება უკავშირი, მოგაწოდეთ სხვა საინტერესო ინფორმაციებსაც. შეგიძლიათ ასევე დამიწეროთ თემა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ პერმანენტულ მაკიაჟთან დაკავშირებით და მე ამაზე გადავიღებ ვიდეოს. მოკლედ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, შეგიძლიათ გაზიარებაც, მადლიერი დაგრჩებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.